საშინელი დილა გქონდეთ ყველას. კარგია, მაგარ ვამპირების საწოლზე ძილი. დღეს ჩემი დაბადების დღეა. მოიცა, არ მჯერა რომ 100 წლის გავხდი, თითქოს გუშინ 80 წლის ვიყავი. ვამპირებმა კბილებზე უნდა იზრუნონ, ამიტომ მე მხოლოდ მარგარიტის კბილის პასტა მჭირდება. კარგი. ასე რომ და ასევე მდიოდება ჩემი ნაზიკანის მოვა. აბა რა ჩავიცვა დღეს? ალბათ რაიმე სადღესასწაულო. კაბა ჩავიცვა თუ ასეთი მბზინავი კოსტუმი? მე აბრეშუმის კაბას ვირჩევ. ასეთები არ მიყვარს. ეს დივანი ისეთი არაკომფორტულია. ზურგი ისე მტკივა, თითქოს 10,000 წლის ვიყო. ოპს? მე ახლა ბევრი ფული რომ მქონდეს, მაგარ ვამპირულ საწოლს ვიყიდდი ჩემთვის. ვამპირის კრემის გარეშე ჩემი კანი მალე ნაოჭებით დაიფარება. რა ცუდია, ღარიბად ყოფნა. კი, ჩემი ქურთუკი 100 წლისაა. დაახლის ყიდვა არ შემიძლია. მომიწევს რაც მოქვს ის ჩავიცვა. ცისხლის სუპი, მასსაგემრიელი არაფერია. ეს კარის ზარია? 50 წელია არავინ მოსულა ჩემთან. იმედია ვამპირებზე მონადირე არ იქნება. ვინ ხარ შენ? გამარჯობა, თქვენი ახალი მეზობელი ვარ. ახალი მეზობელი? კი, გუშინ გადმოვედი საცხოვრებლად, გადავწყვიტე მეზობლები გამეცნო. ეს კარგი იდეა არ არის. სწრაფად წავალ, ნუ ღელავ. ვაუ, ეს ლამბაზი სახლია. რამდენი ხანია აქ ცხოვრობ? 50 წელია. ეს სასაცილოა. რა არის სასაცილო? მაგრამ 50 წლისას არ გავხარ. მადლობა კომპლიმენტისთვის. მოიცა, ადამიანი ხარ? არა, გოგო, გობლინი ხარ? დიდი ხნის სტრობა მაქვს მათთან. დამშვიდდი. ხუმრობები არ გესმის? მე უბრალოდ ადამიანი ვარ. მონადირე ხომ არ ხარ? არა, ზოგადად სისხლის მეშინია. შეგიძლია მიირთვა, სპეციალურად მეზობლებისთვის გამოვაცხე. ადამიანის საჭმელი? მე ამას არ ვჭამ. რა არის ეს? ეს ჩემი ბებიის ლანგარია, სუფთა ვერცხლისგან არის დამზადებული. მოიცა, გაგიჟდი? სწრაფად მოაშორე აქედან. კარგი, უბრალოდ დამშვიდდი. კარგი, გინდა რომ მომკლა? არა, უბრალოდ მოვედი, რომ გამარჯობა მეთქვა. იცი, ვამპირები ვერ იტანენ ვერცხლს. მოიცა, ვამპირი ხარ? კი, არ იცოდი? იცი რა არის? ნამდვილ ვამპირს არ გავხარ, გაიღიმე? სად გაქვს ეშვები? 30 წლის წინ ეშვები ამოვიღე, აღარ მჭირდება. ნამდვილი ვამპირი, შეიძლება შენთან ერთად სურათი რომ გადავიღო? კარგი, მიდი. ეს რა უცნაურია? სად ხარ? ვამპირისთვის სურათის გადასაღებად სპეციალური კამერა გჭირდება. შეხედე. გასაგებია? ვამპირის კამერა? სად ვიყიდო? ჩემი $1,000,000-ად შევუკვეთე ხელოსანს, რომელიც მთის წვერზე ცხოვრობს. $1,000,000 ტელეფონში? მოდი კიდე გადავიღოთ. კარგი.
ვამპიროგრამაზე ჩემი სურათები უნდა დავდო. ვამპიროგრამა? ეს ინსტაგრამია ვამპირებისთვის? კი, ჭკვიანი ხარ. სხვათა შორის მე კიტი მქვია. შენ რა გქვია? როუზი. ვამპირი მესამე და სისხლიანი სარკის გრაფინია. სულ ესაა შენი სახელი? დიახ, მე დიდგვაროვანი ოჯახიდან ვარ. შეიძლება უბრალოდ ამელია დაგიძახო? კარგი, ვიცოდი რომ ადამიანის ტვინი სუსტია. ჰეი, ჩემი ტვინი ძალიან ჭკვიანია. საუბრისას გამახსენდა. საუზმოვოს ვაპირებდი. რამეს შეჭა? ვიცი, რისი თქვაც გინდა ამით. გინდა რომ მიკბინო. არა, მოგვიანებით გიკვენ, მაგრამ ახლა დაჯექი. შენ მე შემჭამ? აბა, რას მიირთმე? მიყვარს პიცა, ჰოტდოგები, სუში, შაურმა. შენი სისხლი ჩემთვის ძალიან ცხიმიანია. ჩემი სისხლი კარგია. აი, გემრიელად მიირთვი. მადლობა. მოიცა, ეს სისხლია? მეოთხე ჯგუფის სისხლი. ყველაზე იშვიათი, შეგიძლია მიირთვა. ჯერ მე არ მშია. სახლში გავსინჯავ. გასინჯე, ეს ძალიან გემრიელია. იქნებ მოგეწონოს და ვამპირობა მოგინდეს. აჰა, კარგი, უნდა წავიდე. ახლა ხან მოხვედი. მე ჯერ კიდევ ერთი მეზობელი უნდა გავიცნო და მერე დავბრუნდები. კარგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. შენი ლანგარი არ დაგავიწყდეს. მართალია. სახლში სისხლის ერთი წვეთიც არ არის. ერთი ყლუპისთვისაც კი არ არის საკმარისი. ღარიბი და უბედური ვარ. როგორც ჩანს, ისევ ხელოვნური სისხლის დარევა მომიწევს. სამწუხაროა, რომ მსხვერპლი თავისით არ მოდის ჩემამდე. მასპინძლებო, გამოდით. მე ვარ თქვენი ახალი მეზობელი. ახალი მეზობელი, ეს ჩემთვის ირგვალია. ხო, შენი სახლი ცოტა უცნაურია. თავიდან მე მეგონა ეს ბეღელი იყო. ям, დამიჯერე, აქ მოგეწონება. იცი რა არის მე დილით სხვა მეზობელთან ვიყავი. მას უკეთესი სახლი აქვს. აი, რა მტკივნეულია, ეს რა არის? ბოდიში. ეს ჩემი ბებიის ვერცხლის ლანგარია. აქ ტკბილეული იყო, მაგრამ მე უკვე შევჭამე. ვერცხლის? კი, მოგწონს? ვერცხლი არ მომწონს. შემთხვევით ვამპირი ხომ არ ხარ? არა, შენ რა ხარ? მე უბრალოდ ადამიანი ვარ. იცოდი რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შენი მეზობელი ვამპირი არის? მართლა? კარგი, მე თვითონ არ ვჯეროდა, მაგრამ ფოტოებზე არ ჩანს. სხვათა შორის მე კიტი ვარ. კიტი? კარგი, რა გემრიელი სისხლი გაქვს. მოიცა, რა თქვი? ღმერთო ჩემო, მანიაკი, მიშველეთ. მე მანიაკი კი არ ვარ, ვამპირი ვარ. ლანგარი გვერდზე გადადე. ღმერთო ჩემო, ისევ ვამპირი. ახლავე გაჩუმდი, საწყალო მოკვდავო, ყველაფერს აჭიანურებ. ნება მომეცი რომ გიკმინო. და მე უკვე ვფიქრობდი რომ ვამპირები არ კმენდნენ. მდიდარი ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სისხლი აქვთ, არ კმენენ. მე ერთი კვირა არაფერი მიჭამია. მოიცა, სენდვიჩი მაქვს, გინდა? მე ადამიანის საჭმელს არ ვჭამ. სისხლი მაქვს შენთვის. ჩანთაშია. იტყუები. არ ვიტყუები, სისხლი მაქვს შენთვის. მეოთხე ჯგუფის მთელი ბოთლი. აგჯერა? თავად მოძებნე ჩანთაში. იცოდე, გაქცევა არც კი სცადო. ეს შეუძლებელია.
ეს სისხლის ელიტური სახეობაა. საიდან მოიტანე ეს? იმ ვამპირმა მომცა. რა ჰქვია? ამელკა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი სისხლი იყო. ბოდიში, საერთოდ არ ვარ ბრაზიანი, უბრალოდ ფშიოდა. არაფერი გაქვს საჭმელი? არაფერი მაქვს. ახლა გაკოტრებული ვარ და სისხლი ძალიან ძვირი ღირს. ხო, კარგია, რომ სისხლის დალევა არ უჭირდება. კი, გაგიმართლა. რატომ არ მუშაობ ფულის საშოვნელად? არ გინდა? 60 წელზე უფროსები სამსახურში არ აყავთ. მე 110 წლის ვარ. შეგიძლია ცოტათი მოიყვო. ახალგაზრდულად გამოიყურები. ასე ფიქრობ? მომისმინე, დაგეხმარები სამსახურის პოვნაში. დამეხმარები? მართლა? დაგეხმარები, მაგრამ დამპირდი, რომ მეტჯერ აღარ მიყვენ. ვეცდები. როგორ სტილში უნდა გავაკეთო ეს წვეულება? მაღაზიაში უნდა წავიდე, ხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული რაღაცეები მჭირდება. ვამპირისთვის ზედმეტად ზიანია დღეს. კარგია, რომ სპეციალური მზისგან დამცავი კრემი მაქვს. ვამპირის კანი იმდენად ნაზია, რომ ბევრი უნდა წავისვა. რჩება სპეციალური სათვალის გაკეთება და მზად ვარ. ეს $10,000 სათვალე ვამპირის თვალებს იცავს. შემიძლია წავიდე. კარგი, სამსახურის საშოვნელად ტანსაცმელი უნდა გამოიცვალო. ნორმალური ტანსაცმელი გააქვს? ჩემი ყველა ტანსაცმელი უკვე 100 წლისაა და სხვა რამეებისთვის ფული არ მაქვს. კი. ასე მოგიწევს წასვლა. წავიდეთ, სამსახური მოვძებნოთ. წავიდეთ? საათ? ქუჩაში. გარეთ მეზობლებს ბევრი საოჯახო საქმე აქვთ. ხუმრობ? გარეთ დღეა. მზეზე დავიწვევი. აქ ამელიას ვხედავ, რომელიც ქუჩაში მოდის. მას $1000 მზისგან დამცავი კრემი და მაგარი სათვალე აქვს. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მოიცა, და თუ ჩვეულებრივ სათვალეს ატარებ? ჩვეულებრივი არ იმუშავებს, ოდნავადაც კი არ იცავს. ძალიან სუსტია. რას აპირებ? ახლავე გაიგებ. ოპს. კარგი, თითქმის დასრულებულია. სულ ესაა. ის ძალიან დაცულია. ეს სათვალე მზის ცერცხივსას კი ვერ გაატარებს. ხუმრობ? ვერაფერს ვხედავ. მოიცა, ვამპირებს რაიმე სახის სუპერზალა არ აქვთ? მაგალითად, კედლებში გახედვა? არა, ვამპირები მხოლოდ ღამით ხედავენ კარგად. ჰეი, მე ძალიან ვეცადე. კარგი რა, ეს რაღაც არ ვარგა, ამით გარეთ არ გავალ. ღარიბი ხარ და ფული გჭირდება. კი, მაგრამ მზეზე არ მინდა დავიწვა. კარგი. მოიცა, კიდევ რაღაც მაქვს. ეს ჩაიცვი. ვაუ, რა ახალი ტანსაცმელია, ნამდვილად 20 წელზე ნაკლები ხნისაა. კარგი, რა თქმა უნდა, ბეგუშინ ვიყიდე. როგორც ჩანს, მზის სხივებს არ ატარებენ. ვცადოთ გარეთ გასვლა და მისი დატესტვა. მეშინია. კარგი, მაშინ დარჩი სახლში და მოკვდი შიმშილით. კარგი, წავიდეთ.
მოდი თავი დახარე და გამოდი გარეთ. როგორ მოგწონს? 100 წელია დღისით გარეთ არ გავსულ ვარ. შეეჩვევი, აქ დარჩი, სანამ სამსახურს გიპოვი. ახლავე წავალ და შევეკითხები შენს მეზობლებს. რა მოხდება თუ დავიწვევი? რა მოხდება თუ ვერ შევძლებ? ალბათ ჯობია სახლში წავიდე. ჰეი! სად მიდიხარ? კარგი, უბრალოდ ვსეირნობ. ამისთვის დრო არ გაქვს. სამსახური გიპოვე. ასე სწრაფად? გითხარი, მეზობლებს ბევრი საქმე აქვთ. მათ აგიყვანეს. წავიდეთ. აი, ყველაფერი უნდა მოასუფთავო და $50 მიიღებ. $50? სისხლის 5 შეკვრას ვიყიდი. ხედავ, ახლა შენ საქმეს შეუდექი და ეს არის შენი ცოცხი. ჩემი ხელები. რა მოხდა? მოიცა, აქ 1 გრამი ვერცხლის კი არ არის. ეს ვერხვის ცოცხია. და როგორ გაიგე? ვამპირებს ზუსტ ვერხვი, იცი ვერხვის ზელის შესახებ? მართალია, ვამპირებზე მონადირეები იყენებენ მას. ამ ტიპის სამუშაოს შესრულებას არ ვაპირებ. კარგი, კიდევ ერთი დავალებაა. გამომყევი. ამ ბაღიდან ბოსტნეულის მოსავალი უნდა აიღო. ამას აუცილებლად გავუმკლავდები. ოჩახ, აქ არის კალათა შენთვის. ჩერი პომიდორი. საოცარი სურნელი აქვს. ცოცხალი ხარ? არა. ეს ნიორია. გაიღვიძე? უკვე მეშინოდა რომ საქმე ძალიან ცუდად გქონდა. კარგი. ნივრის სუნს ისე ვგზნობ. არა უშავს, მალე გაივლის. ყველაფერი დამთავრდა. ამ ბოსტნეულს აღარ შევეხები. კი, გამოდის რომ ვამპირისთვის სამსახურის პოვნა არც ისე ადვილია. მადლობა რომ შენიშნე. საბედნიეროდ ჩვენთვის არსებობს სხვა ვარიანტიც. გამომყევი. მისმინე, აუზის გარშემო ტერიტორია უნდა დაასუფთავო. უბრალოდ უნდა გადაალაგო. იმედია იმ ცოცხს აღარ შევეხები. უბრალოდ უნდა გადაალაგო შეზლონგები, გასაბერი ნივთები, ქაღალდები, დაალაგო აუზი, რადგან ისიხურება. ეცადე რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთო. გასაგებია. კარგი, ამ სამუშაოს შესრულება ნამდვილად შეგიძლია. იმედია ასე იქნება, რადგან ფული ძალიან მჭირდება. აჰა. კი, რატომ არ შეუძლია ხალხს ფურცლების ნაგავში გადაყრა? ვამპირები არასდროს ყრიან ქუჩაში ნაგავს? რა თქმა უნდა არა, ვამპირები მარადიულად ცოცხლობენ, მათ არ სურთ ნაგავში ცხოვრება. როგორ ფიქრობ, ადამიანები რომ სამუდამოდ ცოცხლობდნენ, ბუნებაზე იზრუნებდნენ? არ ვიცი, არ მესმის ადამიანების. რამდენიმე წუთით დაგტოვებ. რა არის იქ? ნაგავი? მოიცა, ცეცხლი დაანთე? ახლა ხან დაგტოვე. რა იწვის? მე? რა მოხდა? ზის ბრალია? არა, ეს ჯვრის გამოა. კარგი. მოიცა, უბრალოდ პატარა ჯვარია. ვიღაცას ალბათ სურვისას დაუვარდა. ამით ნუ მომიახლოვდები. კარგი. სხვა სამსახური უნდა მოძებნო. არა, მე უკვე საკმარისად ვიმუშავე, სახლში მივდივარ. მოიცა. ფულზე რა სიტყვი? და ვინ დახარჯავს მას? ის ერთი მუჭა ფერფლი, რომელიც შემგან დარჩება? კარგი. სამსახური უნდა იშოვო. არ მინდა შიერი ვამპირის მეზობლად რომ მიცხოვრო. რა გაქვს კომპიუტერი? კი, ეგ რაღაცაა. რაღაცა? არც იცი რა არის კომპიუტერი? კარგად არა. აბა საიდან მოიტანე? კადრე პროგრამისტი ცხოვრობდა. და სად არის ის ახლა? ნუ ვისაუბრებთ ამაზე. მოდი, სადოთ მისი ჩართვა. შეგიძლია რომ ონლაინ იმუშაო. ეს არ მუშაობს. 10 წლის წინ გადაუხდელობის გამო შუქი ჩამიჭრეს. ისე მშია. ნიორი მაქვს, კისერზე იცოდე, არც კი შემოვხედო. ძალიან გთხოვ, შეგიძლია კიდევ სისხლი მომიტანო? კარგი, ვეცდები.
სამწუხაროა, რომ ჩემ წვეულებაზე როგორც ყოველთვის არავინ არ მოვა. რა რთულია ვამპირობა. ვამაზი გამოვიდა. კარგი, ცუდი არ არის. ვინ არის აქ? რამე გინდოდა? გითხარი რომ დავბრუნდებოდი. მინდოდა გამეგო იმ სისხლის რეცეპტი, რომელიც მომეცი. მხოლოდ მე შემიძლია ასეთი სისხლის ყიდვა. რა სამწუხაროა. დღეს კეთილი ვარ, ამიტომ მოგცემ. მოიცადე? ვაუ, ამელია. დღეს წვეულებას მართავ? აი, თუ მეტი დაგჭირდა, დაბრუნდი. მადლობა. და რა დღეა დღეს? შენი დაბადების დღეა? მე 100 წლის გავხდი. გილოცავ. დღეს საღამოს წვეულება გაქვს? წვეულება, რომელზეც არავინ მოვა. ყველაზე დიდი ფეიერვერკი და უამრავი რაღაც შევუკვეთე. რას ამბობ? მე მოვალ. ძალიან კარგი კომპანიონი ვარ. ვიცი, როგორ უნდა გავერთოთ. რა თქმა უნდა. მოდი, ხოლოდ ეს არის შენი ასე მოწყენის მიზეზი? არა მხოლოდ ეს, მე უკვე 100 წლის ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმრო უნდა ვეძებო. მოიცა, საქმრო? კარგი. შესანიშნავია, ეს მარტივია თუ ადამიანი ხარ. ვამპირებს კი პარტნიორის პოვნა უჭირთ. ტერიტორიაზე ვამპირებს არ ვიცნობ, არც ერთს. უახლოესი ვამპირი 10,000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. მასთან კერძო თვითმფრინავით შემიძლია გავფრინდე, მაგრამ ცუდად ხვდები გზაში. კარგი. და მე ერთ ვამპირს ვიცნობ. ვამპირების არსებობის არ გჯეროდა. აქ ერთი ვამპირი გავიცანი. ძალიან თავმდაბალია. ის დიდგვაროვანი ოჯახიდანაა? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ისეთი მდიდარი არ არის, როგორიც შენ. სიმდიდრე არ მაინტერესებს, ფული მაქვს. თავარია კარგი მანერები. ძალიან კარგი მანერები აქვს. გინდა შენს წვეულებაზე წამოვიყვანო? რა თქმა უნდა, სიამოვნებით შევხვდებოდი ვამპირს. მაშინ წავალ, მოვემზადები. მე დაგელოდებით. კიტი, სისხლი მომიტანე? მოვიტანე. შენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინე. შესანიშნავი ამბები მაქვს. მეტი სისხლი გააქვს? დაივიწყე. იცნობ მეზობელ ამელიას, არა? ისიც ვამპირია. რა თქმა უნდა ვიცნობ. მაშინ რატომ არ იცის მან შენს შესახებ? იმიტომ რომ გარეთ არ გავდივარ. ცხენია მის წინ გამოჩენა. ის ისეთი ლამაზია და მე? ანუ შენ მოგწონს ის? კარგი. ალბათ. ეს ძალიან კარგი ამბავია და მე გავიგე რომ ის საქმროს ეძებს. კარგი. შენ გულისხმობ რომ მე უნდა ვიყო მისი საქმრო? თუ, დაივიწყე. ის ცხოვრებაში არასდროს შეხედავს ჩემნაირ ღარიბ კაცს. შეხედავს. ფული მისთვის მთავარი არ არის. სხვათა შორის, შენ ვამპირი ხარ დიდგვაროვანი ოჯახიდან, არა? ხუმრობ? მე უბრალოდ ჩვეულებრივი ვამპირი ვარ. რა გქვია? ლეო. ლეო და წოდება? უბრალოდ ლეო. ხო, მაგრამ რამე წოდება არ გააქვს? გრაფი დრაკულასავით. მე უკვე ერთხელ გითხარი. მე ჩვეულებრივი ვამპირების ოჯახიდან ვარ. ცუდია. მაგრამ არა უშავს. მე შენთვის სახელი მოვიფიქრე. ლეონიდი, სპარსეთის პრინცი. შენ უკვე რამე დაგეგმე? დღეს ამელიანს დაბადების დღეა და ის გვეპატიჟება ჩვენ წვეულებაზე. ჩვენ? მე ვთქვი რომ შენც წავახვიდოდი. გამორიცხულია, კოსტუმი არ მაქვს. შესანიშნავი ქსოვილია. მისგან შესანიშნავი კოსტუმის გაკეთება შემიძლია. ხელები მოაშორე ფარდისგან, მე ის მზისგან მიცავს. დამიჯერე რა, ელეგანტურ ვამპირად უნდა გაქციო. ერთი საღამოთი მაინც. და თუ ამელიას არ მოვეწონები? თუ ისე მოიქცევი, როგორც მე გეტყვი, მაშინ მოეწონები. კარგი, ცდით არაფერი დაშავდება. სწორია. აი, ეს მზისგან დამსავი კრემია. ვაუ, საიდან მოიტანე? ამელიასგან ვისესხე. მოიპარე? ნუ იქნები ასე მკაცრი ჩემს მიმართ. ჯობია კრემი წაისვა. საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს მეზობელი? შეხედე, რა ვიპოვე. საიდან იშოვე ქურთუკი? იმ ბაღში საფრთხობელაზე ეკიდა. საფრთხობელასაც კი შენზე უკეთ აცვია.
ო, ო, შვენივრად გამოიყურები. ახლა კი მოდი, მანერებზე ვიმუშაოთ. ახლა კი შენი მანერები მაჩვენე. ვაუ, ეს სამეფო ტკბილეულია. ო, კარგი. დიდი მანერები არ გაქვს. ჰეი, ქურთუქს ნუ დაასვენე. ხო და, რას ამბობდი ეტიკეტზე? რა უნდა გავაკეთო? მოიცა, დრო აღარ გვაქვს. წვეულება მალე დაიწყება. რა უნდა გავაკეთო? მე დამიჯერე, უბრალოდ კოვზით ჭამე, ხელსახოცით პირი გაიწმინდე და თავაზიანად ილაპარაკე. ეს რთული არ არის. კარგი, ვეცდები. ნუ აკეთებ ამას. მართლა ვამპირი მოდის ჩემთან სტუმრად? ძალიან ნერვიულობ. ყველა დანაჩანგალი დამზადებულია სუფთა ოქროსგან და არა ვერცხლისგან. ისინი უკვე აქ არიან. იმედია მოვეწონები. გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა. მადლობა. ო, ასეთი ლამაზი ყვავილები. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს და მინდა რომ ჩემი მეგობარი გაიცნო ვამპირი. ძალა მოიკრიბე. გამარჯობა. ჩემი სახელია ლეონიდი, სპარსეთის პრინცი. შეგიძლია უბრალოდ ლეო დამიძახო. მე ამელია ვარ. მიხარია რომ შევხვდით. სისხლი იქნება? რა თქმა უნდა. კარგად მოიქეცი. როგორი მონსტრია ეს? ლეო, ეს სარკეა. მოიცა. ვამპირები სარკეში არ ჩანან. ვამპირებისთვის გაკუნთილი სარკეა. სპეციალურად ჩემთვის კლდის ბროლისგან გაკეთდა. კარგი. ალბათ ბევრი ფული ღირს. რა თქმა უნდა, როგორც ამ სახლში ყველა დანარჩენი რამე. ანუ მე ასე გამოვიყურები. გონია რომ საყვარელი და სასაცილო ხარ. მადლობა, მომისმინე. საიდან გაქვს ამდენი ფული? ვამპირის ტასასვლის საკუთარი კოლექცია მაქვს. ლეო, შეიძლება ერთი წუთით ვისაუბროთ? წავიდეთ. სად? ლეო, წესიერად არ იქცევი. ამელია მიხვდება, რომ უბრალო ოჯახიდან ხარ და ღარიბი ხარ. ო, სულ ესაა, კიტი. შენ მე დამაბეზრე. რას გულისხმობ? ამელიას არ გაუგონია. ახლა იცის. არ იცოდი რომ ვამპირებს სუპერსმენა აქვთ. საიდან უნდა მცოდნოდა ეს? წავიდეთ. შეულებრივი ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ ის კარგი ვამპირია. გაგიმართლათ რომ მეშვები არ მაქვს. ახლა კი გადით გარეთ. კარგი. ისევ მარტო მომიწევს დაბადების დღის აღნიშვნა. მეგონა რომ მეგობრებს შევიძენდი. ჰეი, მე შენ გაგაგდე. კი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენ ვამპირ მეზობელს უნდა დაეხმარო. და რატო? ისიც ვამპირია, შენსავით და ცხოვრება უჭირს. რატომ არ მთხოვა მან ეს? ის ძალიან თავმდაბალია, მაგრამ კეთილი და მხიარული. შენ უნდა დაეხმარო მას. არც კი ვიცი. ბავშვებო, თქვენ რას ფიქრობთ? თუ გსურთ, რომ ამელიამ ლეოს დაეხმაროს, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო. ასევე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ეპიზოდები. ნახვამდის ყველას! უჰუ!